ცენტრალურ ამერიკაში მაია და აცტეკები აშენებდნენ საკუთარ პირამიდებს, სტრუქტურებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად განსხვავდებოდნენ ეგვიპტური პირამიდებისგან, ჰქონდათ საოცრად მსგავსი მიზნები. გლუვი, სამკუთხა გვერდების ნაცვლად მესოამერიკულ პირამიდებს ჰქონდათ საფეხურებიანი ტერასები, ზემოთ დადგმული ტაძრებით. ეს არ იყო სამარხები, არამედ საზეიმო ადგილები, სადაც ღმერთების პატივსაცემად ტარდებოდა რიტუალები, მათ შორის ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. ჩვენთვის უკვე ცნობილი ჩიჩენ იცას პირამიდების გარდა 2022 წლის აღმოჩენასაც უნდა ვისაუბრო. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა გვატემალის ჩრდილოეთ ნაწილში მაიას ცივილიზაციის დასახლებები აღმოაჩინა, რომლებიც 2000 წლის წინანდელია. მათ სპეციალისტებმა ლიდარის ტექნოლოგიის მეშვეობით მიაკვლიეს. ეს რადარის მსგავსი სისტემა გაახლავთ, რომელიც რადიოტალღების ნაცვლად ლაზერის სინათლეს იყენებს და ტყეებში დამანული ნანგრევების გამოვლენის საშუალებას იძლევა. კვლევრები მაიას ცივილიზაციის უზარმაზარ ნაკვალებს სწორედ მაშინ გადააწყდნენ, როცა მსგავსი მეთოდით გვატემალის ამა თუ იმ რეგიონის რუკის შედგენას ცდილობდნენ. ავტორთა განცხადებით, ნანგრევები 1000-ზე მეტ დასახლებას აერთიანებს და დაახლოებით 1680 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გაფანტული. მათი უმეტესობა ერთმანეთთან გაკვალული გზებითაა დაკავშირებული. ვიგებთ იმასაც, რომ უკანასკნელი მიგნება ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ადრეული მესოამერიკული ქალაქები ჭიდროდ არ იყო დასახლებული. დაახლოებით 117 კილომეტრ მანძილზე ადგილობრივებმა მიწის რელიეფში გზები გაკვალეს, რათა ერთმანეთის მეზობლად არსებულ დასახლებებს შორის მიმოსვლა გამარტივებულიყო. ავტორთა განცხადებით, ასეთი სისტემის შექმნას ჯგუფური შრომა დაშირდებოდა. ასევე გამოვლენილია დიდი ზომის პირამიდები და შემაღლებები, რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილები პოლიტიკური სამუშაოსთან დაკავშირებული, გასართობი და რელიგიური, კიდევ სხვა მსგავსი დანიშნულების მქონე ცენტრები იყო. დამატებით მიკვლეულია სპეციალური მოედნები, სადაც სავარაუდოდ რეგიონული თამაშები იმართებოდა. დასახლებებში წყლის რეზერვუარები და არხებიც ჰქონდათ, რათა მშრალ სეზონებში მისი მარაგი შეენარჩუნებინათ. იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე უმსხვილესი ქალაქი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყვაოდა მას შემდეგ, რაც გვატემალის დაბლობზე არსებული დიდი ქალაქები პოსტკლასიკურ პერიოდში დაცარიელდა. მაიას ცივილიზაცია ცენტრალური ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებდა, სადაც ისინი დღესაც ცხოვრობენ. ახლა მეცნიერები აქტიური გათხრების უფლების მოპოვების მოლოდინში არიან. ექსპედიცია საერთაშორისო იქნება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.